მამა, რა მაინტერესებდა ჯადოებთან დაკავშირებით, როგორ რითი შეიძლება რომ ჯადო მოიხსნას? ეს მაინტერესებდა. კაი, გენოცა. ქრისტეს აქ ესეთი სიტყვები წმინდა წერილში, რომ ჩემს მორწმუნეს ჩემი ხელიდან ვერავინ ვერ წამგლეჭს. ვერავინ წამართვას მე ის ვინ ჩემთან არის. ვინ ამბობს ამას, ხო, ხვდებით? ამას ამბობს სამყაროს შემოქმედი თავისი უდრეკი ნებელობით და უმტკიცესი და ყოვლისშემძლე ძალმოსილებით. ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი არის ქრისტესთან და რომელიღაცა ეშმაკის მსახური რაღაცა მანიპულირებით და მახინაციებით ადამიანის სულს ითრევს და უპავს. ეს ხო წარმოუდგენელია. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმე რომელიმე ადამიანზე ეშმაკის მსახური, ანუ ჯადოს კეთებელი, ხა ეშმაკის მსახურია, ღმერთმა ყველა სინამდვილე მისცეს. თუ ადამიანზე ეშმაკის მსახური რაღაცნაირი ფორმით მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, მის პირად ცხოვრებაზე და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი სულით უკვე ეშმაკის არის. ყოველ შემთხვევაში ვინ ჩემთან არ არის, ჩემი მტერია, მაცხოვრის სიტყვები ამბობს. ანუ ვის ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ქრისტეს მტერია, არა იმიტომ, რომ მას მიზნად დასახული აქვს, რომ ქრისტეს უმტროს. არამედ იმიტომ, რომ ის ექსტრემალურ სიტუაციაში ვერ თავის ყოველდღიურობაშიც ვერ დაინახავს, ვერ იცნობს ქრისტეს. ესმით, ესეთი ადამიანი, თქვა, როცა ქრისტეს კლავდნენ, შეიძლება არ ყოფილიყო, ესე იგი, ფარისევლთა და მწიგნობართა რიგებში, რომლებიც აიძულებენ ებრაელ ხალხს დემოკრატიული პრინციპებით ქრისტეს ჯვარს მოითხოვონ. შეიძლება არ ყოფილიყო იმათ შორის, ვინც ყვიროდა ჯვარსაცუ. შეიძლება არ ყოფილიყო იმათ რიგებში, ვისაც ჯარისკაცები და უშუალო ჯალათები ერქვა. შეიძლება პილატეს მდგომარეობაშიც არ ყოფილიყო, ხო, გესმით ეს ყველაფერი. ის შეიძლება ყოფილიყო, თქვათ, უბრალო ადამიანი, რომელსაც რო გაიგო რა ხდება, ეთქვა, რომ უისაწყალი. უისაწყალი. აბა, თოხნა გაეგრძელებინა. რაღაც სახლის დალაგება გაეგრძელებინა. თავის პირადი ბიზნესი საქმე გაეგრძელებინა, გესმით? ესეთი ადამიანი გულგრილი, იგივე ჯვარმცმელია, იმიტომ რომ როცა ყვიროდა თქვათ 1000 კაცი ჯვარს აცუ, ანუ ჯვარს აცვი ეგე, ხო? ამბობს 10000 და 20000 და მილიონი, ხო, გულგრილად მიწას თოხნიდა და ძეძინა და საჭმელს ჭამდა და თავის საქმეს აკეთებდა. ანუ მათი გულგრილობა ამ დიდი ნაწილი ხალხისა ჯვარცმელების წისქვილზე ასხავდა წყალს. მათი გულგრილობა გახდა ძალა ქრისტეს კვლელების. ხო. აი ესია და ასე რომ გულგრილობა ნიშნავს, რომ ადამიანის სული დაუცველია ბოროტისგან და ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ჯადოზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უღმერთო ადამიანი ისედაც ეშმაკის კერძია. კიდევ ვიმეორებ, მას ისე ცხოვრობს, რომ იგი ვერ განიცდის ქრისტეს დეფიციტს თავის თავში. აი ადამიანი ცხოვრობს ისე, რომ ისე არის ბედნიერი, ან ისე ცდილობს ბედნიერი იყოს, რომ ქრისტე მის ცხოვრებაში არაფერს არ ნიშნავდეს, არ ნიშნავს. მას შეუძლია ადამიანს თუ შეუძლია ქრისტეს გარეშე ცხოვრება გაიაროს, ჭამოსვას, მიდგეს, მოდგეს, საქმე აკეთოს, უყვარდეს, ძულდეს, ბრაზდებოდეს, მიზნები დასახოს და ისე რომ ქრისტე მისთვის რაღაცა ისედაც ეშმაკისა. ამიტომ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ადამიანი ერთხელ მაინც არ დაფიქრდეს სერიოზულად, რომ თუ არ მჯერა, ხო, არსებობენ ადამიანები არ ჯერა და ღმერთმა უშველოთ, მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ მე მჯერა, რომ ღმერთი არის და თან უქრისტიანი ვარ ეხლა მე, აბა როგორ ეს დამოკიდებულება შედალოცვილო თუ შენ ესე ამბობ, ერთხელ მაინც, უბრალოდ დაჯექი, ტელევიზორი გათიშე, ტელეფონი გათიშე, გაზეთი, ყვითელი პრესა დახურე, ცოტა ხანი დარჩი მარტო და ხვალინდელ დღეზე ფიქრს თავი დაანებე, რომ რა ვჭამო, რა ბიზნესი როგორ მოვაწყო, რა მეშველება, ერთი წამი დაფიქრდი. რომ კი, მაგრამ ესე იგი, თუ ამბობ, რომ ღმერთი არის, თუ ამბობ, რომ მე ვარ ქრისტიანი, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს
აი ღმერთი რო არ იყოს, მე როგორ უნდა მეცხოვრა? და მე ვცხოვრობ ისე რომ ღმერთი არის. რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? ვინ არის საერთოდ ქრისტე? რას ნიშნავს მე ვარ ქრისტიანი? ვინ არის ქრისტე? ერთხელ მაინც დაფიქრე ამ ფიქრს გააყევი და აღმოჩნდება რომ არც ღმერთი გწამს, არც ქრისტიანი ხარ. თათოთ ეს ცარიელი სიტყვების რა ხარუხი გამოდის უკაცრავად შენთვის და ამას შეიძლება გამოგაფხიზლოს კი, მაგრამ შეიძლება რომ ღმერთი არის. მე ნომინალურად ქრისტიანი ვარ და ვცხოვრობ ისე როგორც ათეისტი ცხოვრობდა. რაღაც არ უნდა შევცვალო? ანუ აღიარო რომ მე არაფერი არ ამწამს. პატიოსანი მაინც ვიყო, კაცო, ამ პატიოსანი ათეისტი ნამდვილად ჯობია. გულწრფელი მაინც არის. როგორ შეიძლება სრული სიყალბე ადამიან? ესეთება მოკლეს ქრისტე თქვენ რა გონიათ? იმათ წამდათ ღმერთი აბა როგორ? ასე რომ ჯადო მოქმედებს იქ, სადაც ქრისტე არ არის. და სადაც ქრისტე არ არის, იმ ადამიანს აღარ რაღა ჯადო ეხა. თქვათ, ადამიანი რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს, გასაგებია რომ უღმერთო ადამიანი ავად გახდა და პრობლემები შეექმნა. მაგრამ პერსპექტივაში ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი რო გარდაიცვლება, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს მას როგორი ცხოვრება ქონდა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს მას რა დამოკიდებულება ქონდა. სიცოცხლისადმი, ცხოვრებისადმი, არსებობისადმი. ამიტომ მორწმუნეს ჯადოსი არ ეშინია. ურწმუნო ჯადოს გარეშე ცუდად არის. ამიტომ გამოსავალი ერთადერთია, თუ გვინდა ვიყოთ კარგად, ვიყოთ ქრისტესთან. ნამდვილად სიყალბის გარეშე.